მოდი დავიწყოთ No Country for Old Men-ით. დავიწყოთ. ხო და შენ გითხარი მოკლედ შინაარსი. Okay. როგორც თვითონ ძმებმა კოენებმა თქვეს, it's a chase movie. ხო. Let me ask you something. What's the most you ever lost in a coin toss? Look. ორი მნიშვნელოვანი გმირია. და ნუ რამდენიმე ასევე საინტერესო და მაგრამ უფრო ეპიზოდური, მაგრამ საინტერესო გმირი არის რა. და შინაარსი რა არის, რომ დაიკარგება ფული, ეს ფულს პოულობს შემთხვევით მონადირე, რომელიც შეესწრება ეს სცენას, რომ იყო რაღაც ნარკოტიკებით ვაჭრობის გარიგება, რომელიც ნუ რაღაც არ წავიდა სწორედ და ყველა ერთმანეთი დახოცა. ეს შეესწრება, ნუ ერთ-ერთი თითქმის მომაკვდავია უკვე და ნარკოტიკებით სავსე მანქანა არის და მიხვდება, რომ ვიღაცა გადარჩა და ვინც ფულით არის გაქცეული, იპოვის ამას უკვე მკვდარს და ფულით სავსე кейს აიღებს და წავა. და ნუ მე შემდეგ გვითარდება მოვლენები ისე, რომ არის პერსონაჟი, მთავარი პერსონაჟი ამ ფილმის, რომელიც ამას დაძდებს და ეძებს ფულს და უნდა ამოიღოს ფული და ნუ უფრო შინაარსი ეგ არის რა. შინაარსი ეს არის, ფილმი ამაზეა და ნუ მე რა თქმა უნდა შეხვდებიან, იპოვიან, ბრძოლაც არის, სროლაც არის, ყველანაირი элементи არის ფილმში, თქვა ცოტა ექშენიც არის. სამწუხაროდ საბოლოო ჯამში კეთილსა სძლია ბოროტმა. თუ ეგრე შეხედავ კი და მე არსებად მისი გრძელი გამოდგა თან. თან კი. თუ ბოროტი და კეთილის შრილში გამიწევდა. ფაქტიურად რო შეხედო, ვინ მოხვდა, ვინ გადარჩა. ბოროტი კეთილის ან შავი თეთრის შრილში აღქმა ნაკლებად რელევანტურია მაგისი ზუსტად მაგ დინამიკის ვიდრე თქვათ იმისი, რომ ადამიანი თავისი მისიით, თავისი ფუნქციით, თავის გზაზე და ადამიანი, რომელმაც გადაუხვია და მაგორ შორის ჭიდილი და რომელი იმარჯვებს და ასე შემდეგ. უფრო ეგეთი კუთხით. აბა მაგი არის მთავარი. შენ იძახი ორი ანტაგონისტი და პროტაგონისტი გასაგებია, მაგრამ ამავე დროს ტომი ალი ჯოუნსი არის მესამე ტიპაჟი, რომელიც თითქოს მოთხრობის მომთხრობელი არის. კი. ნარატორის სტილში არის, შერიფს თამაშობს, ვინც ცდილობს, ესე იგი, პროტაგონისტი გადაარჩინოს და ხვდება, რომ ეს ანტაგონისტი ძალიან ამეტანი ძლიერი და ესა დაუმორჩილებელი ძალა არის. კი. ხო და ხვდება საბოლოო ჯამში, რომ ეს თავისი ძველებური მეთოდებით და მექანიზმებით და გაგებით უკვე ვეღარ მიყვება დღევანდელ რიტმს და თან იმასაც ყვება ისტორიას, რომ მამამისი იყო თუ ვიღაცა ბანდიტებმა ჩაცხრილეს თავის დროზე და მისი მამაც შერიფი იყო და ერთად შერიფობდნენ და მამამის ძალიან ეამაყებოდა. მოკლედ რო ვთქვა, ერთი სიტყვით მიხვდა, რომ ეს უკვე დაძველებული ვარიანტი შერიფი იყო, რაც თანამედროვე 80-იანი წლებში არის გადაღებული სიუჟეტი. თანამედროვე დროს ვერ ყვებოდა და ნუ გავა პენსიაზე და პენსიაზე კი გავიდა და პენსიაზე რო არის გასული, ცოლს ეუბნება წავალ ახლა მანქანით ზევით ქვევით გავული, მაინც მოусვენრად არის, ანუ ენერგია მოსდევს იმდენი, რომ რაც ისკეთება უნდა, მაგრამ საქმე რომელშიც უყვარს და ვინც იყო მთელი ცხოვრება და შეგნებით მიხვდა, რომ იქ უკვე უარგისი არის ფაქტიურად. ნუ ცოტა რადიკალურად მიუდგა თავის თავს, ახლა ყოველი მკვლელობა ანტონ ჩიგურით არ იქნება და ესეთი რადიკალური, რასაც წააწყდა ამ ბოლო ისტორიაში, მაგრამ ამ ბოლო ისტორია მეტყობა push him over the limit. მაგრამ კითხვა ეს არის, შენ მაგ ტიპს როგორც ერთ-ერთ მთავარ გმირს არ ხედავ როგორც ასეთი? კი, როგორ არა, ანუ მაგ რამდენიმე არის და კი ერთ-ერთი მთავარი გმირია ჩემი აზრით, ეგეც. მაგრამ ეგ არის უფრო აი როგორც შეთქვი, როგორც უფრო ნარატორი არის და ვისი პერსპექტივიდანაც ხდება და უფრო არის პერსონაჟი ჩემთვის, რომელიც ამას ყველაფერს ესწრება, აღწერს, აღიქვავს და გადმოსცემს. მაგრამ ლებოვსკის მე ხშირად ყავთ ეგეთი პერსონაჟი, ვინც აღწერს რა. ვინც ყვება აღწერს, თქვათ იგივე ბიგ ლებოვსკიშიც რო არის კაუბოის პერსონაჟი, ყვება რა და ნარატორი და ხშირად ყავთ ეგეთი პერსონაჟი, რომელიც აღწერს უბრალოდ რა, რომელიც შემსრეა და აი გადმოსცემს. მამუკა, სამ მნიშვნელოვანი პერსონაჟია, უბრალოდ ჩემი აზრით არა ის, რომელიც რამე ამ
ან ისტორიაზე, ან გამოსავალზე, ან რამეზე ახდენს გავლენას. ხო. ნუ მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ იქ ვუდი ჰარელსონის პერსონაჟიც არის და მთავარი გმირის ცოლი მაკდონალდი არის გვარად მგონი მსახიობი, რომელიც მე ძალიან მომწონს როგორც მსახიობი. ისინიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ფილმში. მაგრამ შენ ძალიან კონტროვერსიალ რაღაცა თქვი, რომ ესე იგი მე ფაქტიურად ვთქვი, რომ მკვლელი საბოლოო ჯამში დაეწევა ამ მონადირეს. კი. მონადირე მოკვდება. კი. და ნუ ამ მკვლელის მიერ არა, მაგრამ სხვა კიდე ასევე ვინც დაძდებდა ამ ფულის დასაბრუნებლად ისინი მოკლავენ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამ მონადირეს ფაქტიურად გამოჭერილი ყავდა. უბრალოდ ამ მკვლელს გამოჭერილი ყავდა ეს მონადირე. და ეს თვითონ ამ მკვლელზე ჩვენ ვიცით რომ არის ფსიქოპათი. კი. ანუ არ აქვს ის შიშის შეგრძნება შესაბამისად რაც დამახასიათებელია ამ მდგომარეობისთვის. შიშის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნება, ფეხს მოიტეხავს, ზვალი ამოვარდება, ძალიან წყნარად მოიპოვებს. მაგრამ შენ იძახი რომ ბოროტსა არ ზლიაო, პირიქით, ანუ მე ვიძახი რომ ბოროტებამ გაიმარჯვა და შენ იძახი რომ თლად ეგრეც არ არისო და აბა გითხარი შენი ხედვა და ვარიანტი. ხო, ჩემი აზრით ბოროტება სიკეთეს შორის ბრძოლა ნაკლებად რელევანტურია ამ ფილმზე, როცა ლაპარაკობ ჩემი აზრით. უფრო ჩემი აღქმა ამ ფილმის არის, რომ ეს ბოროტება კი არ არის, ეს არის უფრო, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, მაგრამ force of nature, არსებობს ხო ინგლისურად, ქართულად არ ვიცი რა ქვია მას, მაგრამ და არის ადამიანი, ან არის აგენტი, თქვა სამყაროსი, რომელსაც აქვს კონკრეტული ფუნქცია. და ის სრულიად არის მიძღვნილი ამ ფუნქციისადმი. თავის თვითონ როგორც ესეთი არც არსებობს, ის არის სამყაროს რაღაცა tool. ხო, ხელსაც ხო, რითიც სამყარო ან ღმერთი ან რაღაცა არ ვიცი, რასაც ვარქმევს სახელს, აკეთებს თავის საქმეს. და ამიტომაც არის ეს, რომ ამას არ აქვს ემოცია, ამას არ აქვს ტკივილი, კი აქვს ტკივილიც და ემოციას, მაგრამ უბრალოდ არარელევანტურია ამ მისთვის, იმიტომ რომ ეს არის თული, მისთვის ემოცია, მისთვის ტკივილი და ასეთ შემდეგ არარელევანტურია, იმიტომ რომ ეს არის ბოლომდე მიძღვნილი თავის შესასრულებელ საქმეზე. და ამ შემთხვევაში ჩემთვის ამის შესასრულებელი საქმე, აი და კიდე მაგას კოენები მაგას ბევრჯერ აღწერენ სხვა კინოებშიც ესეთ ელემენტს, რომ ის რომ აღვიქვათ ის თუ რა არის ამის შესასრულებელი საქმე, ჩვენს მიღმა არის ეს, იმიტომ რომ შეუცნობელი არის ღმერთის გზები და ასე შემდეგ. და ვასტარი სამყარო და Job's Book of Job's იშველიებენ ხშირად ისინი, რა ქვია და კოენები რა, მაგის საქმეა თავის კინოებში და ესეც ეგეთი ელემენტია ჩემი აზრით და ამიტომაც თვითონაც კი არის ის. და ამიტომაც რაღაც არის, რომ coins რო ხმარობს რა. და იმაზე დადის ეს ყველაფერი რა და ისე უბნება რა ეს უნდა გააკეთოს თუ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ იმას აკეთებს 100%-ით და ბოლომდე თავის მიძღვნით. და თუ შეადარებ მეორეს, მეორე არის მონადირე. მეორე არის ძალიან კარგი თავის საქმეში ასევე და ძალიან ცხოვრობს და მიუყვება თავის გზას, მაგრამ გადაუხვევს. როცა იპოვის ამ ფულს და მაგიტომაც განწირული არის. და ამას არა მარტო ამ კინოში ჩემს კოენები ბევრ კინოში გვაჩვენებენ ამას. რო არიან პერსონაჟები, არის ესეთი ძალა, ესეთი ენერგია, რომელიც აბსოლუტურად მიძღვნილი არის და არ ირყევა. ამ ფარგოში მაგალითად არის აბსოლუტურად კარგი და აბსოლუტურად ცუდი. და ორივე იქვალი ძლიერი არის. ხშირად გვაჩვენებენ ამას. მაგრამ ეს აბსოლუტური ცუდი დავარქვევთ ამას და არის კი ბატონო და მაგრამ ბოროტმა ზლია კეთილმაც მაინც მგონია რომ არ არის. არის უბრალოდ რომ ჩვენ ვუყურებთ ერთ ძალას, რომელიც ბოლომდე მიძღვნილია და მეორე ძალას, რომელიც თავისას გადაცდა და ეს არის ფართხალებს. გეთანხმები, ალბათ ბოროტმა ზლია კეთილმაზე უკეთესად გამოთქვავდი, ისი თქმაც მინდოდა, ცუდიანები იგებენ. ხო, თუ ფსიქოპათი მკვლელი რამე გაგებით ცუდიანი არის, ეხლა კი შენ კი რასაც ამბობ გეთანხმები, რომ
death reincarnated. კი ბატონო. ანუ თვითონ ის არის რა სიკვდილის გზავნილი, ასე ვთქვათ, Family Guy რო არის მულტფილმი, იქ დადის ხოლმე ეს ჩონჩხი თავისი წელით და მოაკითხავს ხოლმე მთავარ გმირს და მიყავს, ნუ მაგის სამუშაო ეს არის და ეს გეთანხმები, ესეც რაღაცა ღვთაებრივ არსებად თავის თავს როგორ აანალიზებს და მიიჩნევს, არ ვიცი, ხო მართალი თქვი შენ, რომ ეს ბოლომდე ვერც იაზრებს. იმიტომ რომ ერთი სცენა არის Woody Harrelsoni, ეს კიდევ ერთი დაქირავებული მკვლელი უკვე დაიქირავეს იმისთვის, რომ ეს ანტონ ჩიგური, ვინც არის Javier Bardem-ის მკვლელი, რომ ეგ მოიშორონ გზიდან, იმიტომ რომ ის იმდენად უკონტროლებელი არის, რომ მივა და რაღაც მომენტში თავის დამქირავებელსაც მოკლავს. იმიტომ რომ მე რომ მისიაზე ვარო, იქ თქვენო ხელი არ უნდა შემიშალოთო. ანუ რაღაც გარკვეულწილად კი მიყვება ცხოვრებას, რომ იქ თვითონ დაქირავებული მკვლელი არის. ნუ ფულს უხთიან, არ ვიცი ის ფული რამეში ჭირდება თუ არა, ჩვეულებრივად აცვია, ერთი პრიჩოსკა აქვს და ერთი ბალონი დადის და თავის საქმეს აკეთებს, რაც არის ხალხის ხოცვა. განურჩევლად, აი ვინც შეხვდება, როგორც შავი ჭირი, ისე კლავს. ერთი შანსი გადარჩენის არის, აი ეს ხურდას ააგდებს არიული თუ რეშკა, არ ვიცი ახლა ქართულად როგორ ვიძახით, არიული და რეშკა, არიული და რეშკა რა. Call it. აი ესე დადის და ხოცავს, გესმის განურჩევლად. მაგრამ აბა თუ გამახსენდება ახლა ისი თქმა მინდოდა. მე მგონი აღარ გამახსენდება. A few moments later. ერთი სიტყვით ისი თქმა მინდოდა, რომ რაღაც მომენტში რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი საზოგადოებაში ფუნქციონირებს ეს ანტონ ჩიგური. მაგრამ არ ექვემდებარება არანაირ წესებს. თავისი წესები აქვს, თავისი ცხოვრება აქვს. ტკივილს არ განიცდის და ნუ როცა მოხდება, მაშინ მოხდება. მაგრამ საქმეც მაგაშია, Woody Harrelsonis ტიპთან სასტუმროში რომ გამოიჭერს და ლაპარაკი აქვს, Woody Harrelsoni ეუბნება, რომ აი შენო წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად სიგიჟე არისო. ხო და ეს ვერ მიხვდება და რა ჩვენი საუბარზე გაქვსო, სიგიჟეს გულისხმობ, ანუ ჩვენ საუბარსო და არა, აი შენ თლიანად არსებობასო, როგორც ასეთიო. ხო და ანუ ეს ჩიგური ვერ აღიქვავს მართლა. ანუ ის რასაც აკეთებს რობოტის დონეზე აკეთებს თუ იქიდან გამომდინარე რომ ნუ ფსიქოპათი არის და ვერ აღიქვავსო, ვერ ხედავს ის რასაც ხედავს ეგ არის. მაგრამ ხო აი რაღაცა თითქოს ისეთ როლს ასრულებს პარაზიტი კი არა. ხო, რაღაცა როგორ გვასწავლიდნენ ბავშვობაში ბიოლოგიაში, მგელი არის ტყის ექიმიო, იმიტომ რომ დასუსტ სანიტარი. მგელი ტყის სანიტარია. ხო, დასუსტებულ და ავადმყოფ ცხოველებს ჭამსო და ამითო ასუფთავებს, ესე იგი, დანარჩენი ჯანმრთელად არიან და შეიძლება რაღაც ესეთი მისიაც გონია, რომ აქვს ამ ტიპს რა, რომ დადის და თუ მაგას რამე შეხვდა ერთი სიტყვით, იმის სიცოცხლის შანსი ჩამოდის არეული და რეშკაზე რა. შესაბამისად მაგან მოიგო, იმიტომ რომ გადარჩა ცოცხალი. მაგრამ იქ საბოლოო კარგი სცენა არის, სადაც მონადირის ცოლს დაადგება. რომ ისიც როგორც loose end მოეშორებინა. და სპეციალურად ღიად არის დატოვებული, რომ ეს ცოლი შეეწინააღმდეგება. და ზემოქმედებას ფსიქოლოგიურად მოახდენს ამ მონადირეზე, მკვლელზე იმდენს, რომ ეს ანტონ ჩიგური აიღებს და ხურდას ეტყვის, რომ აჰა, ააგდეო ხურდაო და გადაუწყვიტოთ, ესე იგი შენ გადარჩები თუ მოხდებიო. და ეს მაკდონალდის გმირი შეეწინააღმდეგება და ეტყვის, რომ შენ თავი ვინა გონიაო, რომ ესე ხურდის აგდებით გადამიწყვიტოო და მე არ ვღებულობ მონაწილეობასო. ხო და მაგრამ მე რა მოხდა იქ, აღარ არის ნაჩვენები. Call it. The coin don't have no say. It's just you. I got here the same way the coin did. აი საინტერესოდ არის დამთავრებული. შენ ამბობ, რომ შენ ფიქრობ, რომ
შეიცვალა რაღაცა, ესე იგი ამ აი არ ვიცი, ჩემი აზრით აი ეგ ცოლი, ნუ საინტერესო პერსონაჟია ძალიან მნიშვნელოვანი რა და აი ეგ მე კი ვთქვი რომ აი ვთქვათ ამ კოენებს ხშირად აქვს ესეთი ორ ქარაქტერს გვაჩვენებენ პერსონაჟს რომელიც სულად მიზღვნილი არის თავის ებაზე ფუნქციაზე ბუნებისგან და ვთქვათ ერთი არის ოღონდ ვთქვათ აბსოლუტურად ცუდი და მეორე აბსოლუტურად კარგი. ანუ ფარგოში ძალიან კარგად ნათლად ჩანს ეგენი რა. მაგრამ აქაც მე ვიმბობ აქ არ არის, მაგრამ აქ შეგვიძლია ფიქრობ შეგვიძლია თქვა რომ აი ეს ქალი ეს ამის ცოლი არის ეგ პერსონაჟი, რომელიც არის კარგი, რომელიც უბრალოდ გადის ამ ცხოვრებაში, იმითით მიუყვება თავის გზას და არც ეგ ირხევა აქეთ-იქით. და აი ბოლო მანამდე არ ჩანს თქვა ცოლის ეგეთთვის მაგრამ ეს ბოლო საუბარი გვაჩვენებს მაგას რომ კოინზე უარს ეუბნება ხო არა არ ვიზავ ამას რა და ზუსტად ეგ ხდება ხოლმე როცა ეს ორი ეჯახება უკვე ერთმანეთს ეს პატარ-პატარა ესეთი დანარჩენი პერსონაჟები ეს მაინორ პერსონაჟები ყოველთვის თითქოს არც აქვს უფლება ან საშუალება იმისი რომ შეხედონ ამას და აღიქვან და გადაწყვიტონ რომ მე ვიქნები ამის ნაწილი თუ არ ვიქნები ამის ნაწილი ის ამის ქვეშ არის ისედაც ამ თამაშის ან ამ სამყაროს ვთქვათ ამ წესების ქვეშ არის და ეს მოდის ვთქვათ აბსოლუტ ფორსით და არანაირი შანსი არ რჩება არავის ამის წინააღმდეგ ამას რჩება იმიტომ რომ ესეც ურყევად არის თავის გზაზე დამაშეულია თქვას რომ მეც შენივე ხარისხის შენივე კალიბრის მოთამაშე ვარ და შენ ვერ შენ როგორც აგენტი შენი თამაში ჩემზე არ ვრცელდება იმიტომ რომ მე ჩემი ხაზი მაქვს და ამ ხაზს ავსწრები მე თვითონ და ამიტომაც მე დაგეჯახ ეხლა ჩვენ ერთმანეთს დავეჯახეთ მაგიტომაც მე ჩვენი გადასაწყვეტია ამ დაჯახების მერე რომელმა გაიმარჯვა მაგრამ რომელიც არ უნდა გადაწყვიტო თუ თქვა გადაწყვიტა მე ჩემ თავში გადავწყვეტ იმას რომ გაიმარჯვა ამ შემთხვევაში ცუდმა და მოკლა ეს ქალი გამოვიდა და ეს დაეჯახა რა ანუ ისე არ იყო რომ მოკლა და გააგზელა უფრო ისეთი პირველ რეალურად ყველაზე დიდი ზიანი ანუ ბედი უკუღმა დაუტრიალდა მაგ დროს მიადგა და სხვანაირად ან თუ გადავწყვეტავთ რომ არა ამ შემთხვევაშიც ის არის რომ არა და ისეთ შეხვდა და ისეთ დაეჯახა რომელიც თავის საპირწონე იყო და ნუ გამოვიდა და უკვე ეს არის რა ქვია სამყაროსგანაც ესეთი მიიღო და ეს შემთხვევით დაეჯახა ორივე შემთხვევაში ეგ მუშაობს რა და ამიტომაც ეგრე აღვიქვა რა ამიტომაც აღვიქვა ამ ქარაქტერს და ორივე ქარაქტერს ეგრე რომ ესენი არის აბსოლუტურად ურყევად თავის გზაზე და არ ეცვლება თქვა თავის ის არც ერთს და ბოლო სცენაში ეს ორი ერთმანეთთან პირისპირ მიდიან რა შტამპეჭდავის სცენები რომელი იყო შენთვის შტამპეჭდავი ხოლმე ბევრია პირველად რო უყურე მაშინ დამამახსოვდა და მაგ სცენა მომცა აი ეს რაღაც აქედან დაიწყე იმის ფიქრი რომ ეს პერსონაჟი ის არის რა აი ხა რასაც როგორც აღწერან პერსონაჟს რა დაჭრილი რო არის და როგორ მკურნალობს თავის თავს რა ჯერ როგორ გააკეთებს რომ სამლოს როგორ მოიმოოს და მშვიდად ვაფეთქებს შევაწყა გამოიტანს და რო ზუსტად რო იცის რა უნდა გამოიტანოს და მე რო წავა და როგორ ესე ძალიან წყნარად შვიდად და ეს ნაბიჯ და ზუსტად იცის რას აკეთებს და ეს მიუძგება და ამ თავის თავს უმკურნალებს No te pasó nada, ¿verdad? No, pues hay que llamar a alguien. Está bien. Bueno.
are a few points to remember. First of all, weigh in every day. ამის კონტრასტი ეს მონადირე როგორ აკეთებს იგივეს. და ეს იყო ძალიან ისეთი რა რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან მომეწონა the way it was ნაჩვენები რა. კონტრასტი. გეთანხმები. მაგრამ ჯოშ ბროლინის ტიპაჟი თვითონ ჯოში როგორ წყვებოდა. ნუ ვიეტნამში ორჯერ იყო ნამყოფი. ხო. ანუ რაც გამოცდილება აქვს, თვითონაც იცის რა, ვინ არის, რა არის და ესეთი რთულ სიტუაციებში ყოფილა. და შესაბამისად ეგ ჩანს კიდევაც ვისგან როგორ გარბის, როგორ ისვრის, როგორ მალავს, ბრძოლა როგორ მალავს ამ კი არ არის. როგორ მკურნალობს თევის თავს. მაგრამ განსხვავება ერთი არის, რომ ეს ჯოშ ბროლინი ფიზიკურად არის განიცდის ტკივილს და განიცდის ემოციებს და ის ფიზიკურად დადაბლებული აქვს ეს ტკივილის განცდის შეგრძნება guilt და ასე შემდეგ. ის ემოციურად როგორც ადამიანი ფსიქოლოგიურად ის არის რომ არაფერი არ ხდება იმის თავში ცვლილებები რა. ერთი კარგი სცენა იყო, საინტერესო სცენა მომეწონა. ზაღლი რო გამოეკიდება ჯოშ ბროლინს დინარეში. ხო, კი. ესე იგი მთელი ორომტრიალი რატო დაიწყო რომ ჯოშ ბროლინმა რო აიღო ეს ფული იქ ვიღაცა მომაკვდავი მექსიკელი იჯდა მანქანაში და წყალი დამალევინეო და ამან წყალი არ ამაქვსო და ამე გაეღვიძება და აი ის უნდა დავიდეო წყალი მიუტანო რაღაც ეთქობა ეს არ ვიცი რა მუბიძგა მაგრამ რომ მივიდა იქ დახვდნენ მე მექსიკელები გამოეკიდებიან და ამ გამოკიდების დროს სროლით დაჭრიან და დაადევნებენ სტაფორდშირ ტერიერია რაღაც რისხანე ერთ-ერთი რისხანე ტიპის ძაღლი და სცენა არის მე რომ ეს მდინარეში მიცურავს ეს გარბის და უკან მოძდევს ეს ძაღლი და გადაღებული ისეა რომ ძაღლის თავს ხედავ და ძაღლის თავის წინ ხედავ მე თავარი გმირი როგორ მიდის რა და ეს ნუ ეს ძაღლი ხო ის არის მანქანა არის რა იმასაც არც ტორმოზი არ აქვს არაფერი დაკეშილი არის იმაზე რომ კი და კარგად არის ფილმის რიტმიც ისეთი არის, რაღაც სპეციალურად რაღაც ისეთ ფერებში არის გადაღებული, რომ აი ტეხასის ცხელი მზე ძალიან ფერადად არ არის, რაღაც სპეციალური ლურჯი ფერები აქვს შერეული, ესეთი მონოტონურია თითქოს ყველაფერი, აი ძალიან ცხელ დღეში რო ხარ და ყველაფერი რო გეზარება, მაგრამ ნელ-ნელა რო აკეთებ რა. აი ეგეთ სიცხეში ხდება. ეგეთ ფეისია. ფაქტურად ყველაფერი მოქმედება და ამ მონოტონურობაში მოქმედებს ამ ანტონ ჩიგურის რიტმი ძალიან ჯდება. აუჩქარებლად დადის და კლავს. ამ შერიფის რიტმიც ძალიან ჯდება, იმიტომ რომ არც ეს შერიფი არ ჩქარობს, უფრო მეც აანალიზებს, ვიდრე დარბის და ეძებს და გამოკვლევას აკეთებს. ხო და მაგრამ აი ეს ჯოშ ბროლინი ხო შენ რაც თქვი მამუკა, რომ ამოვარდნილია თავის რიტმიდან და აკეთებს სხვა რამეს. მაგაში გეთანხმები, ესე იგი ფილმი იწყება რითი რომ ეს ჯოშ ბროლინის გმირი ნადირობს. ნელი რიტმი, აი ამ სიცხეში ზის ელოდება ანტილოპას. იმიტომ რომ მაშინ ჯერ ფეხით აუჩქარებდა, იმიტომ რომ ამ მზეში აი ესე უნდა იმოქმედო და მე უწევს უკვე აჩქარება, იქ ცოლი გაუშვა, ის დამალა, იქ გაიქცა, გამოიქცა. ან მომწონს ამას ყველაფერს ჩემი აზრით აი პირველივე გახსნის სცენიდან გვეუბნებიან რა. ოღონდ ამას გვეუბნებიან ხმით. ანუ ამითი ამ იმიჯით, რომ ეს ესეთი გახსნილი დიდი ესეთი ის არის სივრცე, სადაც ეს პორტრეტივით ესეთი კლასიკური პეიზაჟის დახატული სავით ესეთი კადრი არის და ხმა, ჯერ სიბნელეა და უბრალოდ ხმა არის რა. და იგივე ზუსტად დაწყება აქვს, აი ესეთივე გაშლილი სივრცე
შავი ფონიდან და ხმა და ესეთივე კლასიკურად დახატული ესეთი პეიზაჟივით ჩვენ მეორე კინოს რაც მე უნდა ვილაპარაკოთ. კი. და იგივე დაწყება აქვს 2001 Space Odyssey-ს რა. და აი აქ ვიღვიძებთ. და მერე იწყება მოქმედება რა. და აი მაგითო ეს პირველივე კადრით ამას გვეუბნებიან ჩვენ კოენები რა. რომ აი ეს სამყაროა, აი ეს არის ამის ვიბრაცია და ეს კაცი გვიყვება რა. ნარატორი იწყებს ლაპარაკს რა, მაგრამ სამივე მამამ ეგრე გვაცნო, ეგრე გვიხსნიან რა, რომ აი ეს არის ეს white noise-ის თუ რაც არის რა, ამ სამყაროს ხმა რა, რაშიც ვიწყებთ ჩვენ მოსყოლას ჩვენი ისტორიის რა. ის პირდაპირ ამბობს ის იწერება Dawn of Man რა, თქვა Space Odyssey-ში. ლაბოვსკიში ის არ არის მცენარე რო და ანკამბოლუი და ეგ არის ხო და ეს მუსიკა და ესე და აბას აკეთებენ ხო, მაგრამ აი ეს white noise-ი შავ ფონზე და ნელ-ნელა რო გვიხსნის, აი მე ამ სამ კინოში მაგ დაჭერილი შეიძლება სხვასაც აქვს იგივე გაკეთებული, მაგრამ კიდე საინტერესო იყო ფილმი არის 1980 წელს ხდება ეს სიუჟეტი და ერთ-ერთი რაც მომეწონა იყო რამდენად იოლი იყო ამერიკა მექსიკის საზღვარზე გადასვლა და გადმოსვლა იმ დროს. ეგ რა საერთოდ რამდენად იოლი იყო ბევრი რაღაც ისეთი ეხლა რო უყურო სიკარიოს ან თუნდაც დოკუმენტალურად ნიუსებში რა ხდება, ეხლა ეგრე მდინარეზე თუ გადახვალ თორე დანარჩენი ეს ხიძე მექსიკელმა არც კი შეხედა ეს რომ გადადიო ამერიკიდან ვინ გადმოდიოდა არც უყურებდნენ ეს სისხლით სავსე რაღაცა ცუდ დღეში და იქიდან პიჟამოთი რომ მოდიოდა ამერიკაში რას გავხარო და რო ეტყვის მე რომ ვიეტნამში იყო ნამყოფი და ასე შემდეგ კარგიო წადიო მაშინ მიხედეთო ამ კაცო და ისე კაუბოის კინგენს მიცემენ რა ქვია ჩექმებს მიცემენ რომ კაცმა როგორც კაცი იგრძნოს თავი ახლა მიხვდა რომ ისიც ტეხასელი იყო აქცენტით და ასე შემდეგ ახალი გამოსული იყო ფილმი და ინტერვიუ იყო ესე იგი ძმები კოენები ჯოშ ბროლინი და ჰავიერ ბარდემი ჯოში ქვია ხო ბროლინს ხო და ეს ჯოშ ბროლინი ამბობდა ნუ ჰავიერ ბარდემმა აიღო ოსკარი ამ ფილმის მთავარი კი არა supporting actor მთავარი აიღო მაგ წელს დენიელ დეი ლუისმა Mr. Wolf-ის ხო და ეს ჯოშ ბროლინი აღნიშნავდა რა ამ ინტერვიუში რომ რამდენად მარტივი და იოლი იქნებოდაო ესეთი სასაცილო პრიჩოსკით და სასაცილო სახით რომ გადაეთამაშებინაო ჰავიერ ბარდემს იმდენად რომ კომიკური ტიპაჟი გამოსულიყო და არა ისეთი შესაშინებელი და დამძგუნველი როგორიც შეძლო რომ თავი შეენარჩუნებინაო ეხლა რა თქმა უნდა იქ კოენებმა თავისი მონტაჟით და თავის გადაღებით ჩართეს თავისი ძალა და კომედიამდე არ დაიყვანდნენ ამ ტიპაჟს მაგრამ თვითონ ამ ტიპაჟის თამაში მარგინა ესე იგი რა ვიცი ხა ნინო რო ყავდეს ჩვენი მსახიობი თანა პოდკასტერი რაღაცა ერთი ორ სიტყვას გვეტყოდა მაგრამ ფაქტია რომ აღიარეს რა
მისი მსახიობური ნიჭი ოსკარიც მიცეს და მაგის მერე მე მგონი ცოტა შტამპად დაედო ეს ცუდი გმირების თამაში ჰოლივუდში, იმიტომ რომ მაგალითად რომელ ჯეიმს ბონდში არის? Skyfall. თუ რომელშიც აი Skyfall-ში შოტლანდიაში რომ მიდის. Skyfall-ში არ თამაშობს ერთ-ერთ უარყოფით გმირს და მე მგონი ერთ-ერთი ერთ-ერთი საუკეთესო ვილანი არის ბორდის ხო, ხავიერ ბარდემზე რო შევხედებ სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდა და ამერიკულ ფილმებს დაიწყებდა იქ ესპანეთში კი, კარგი, ახალგაზრდობაში ძალიან კარგი მსახიობი და ის ამადოვარსაც ყავს გადაღებული. ცეზარი აქვს თუ რაღაცა ესპანური ოსკარის ეკვივალენტი და იქ ორი ქონდა უკვე აღებული საუკეთესო ესპანური საუკეთესო მამაკაცის როლისთვის. ხო და აქ მერე ამერიკაში რაღაც კინოში გადაიღეს და ოსკარზე წარადგინეს. კუბაზე იყო კინო გადაღებული და ეს ვიღაც პოეტს, რევოლუციონერ პოეტს თამაშობდა თუ რაღაცა. წარადგინეს ოსკარზე, ვერ გაიმარჯვა და მე მგონი მაგან გადაწონა იმ ხრივ, რომ კოენებმა აიყვანეს გადაიღეს თავის ფილმში რა, ასე რომ well done Javier Bardem. კარგი სახე შექმნა, ისეთი სამახსოვრო სახე შექმნა პრინციპში რა. ეხლა მაგას მიყავს ფილმი თქო ვერ იტყვი, იმიტომ რომ თვითონ ფილმის კარგად გაკეთებულია. მაგრამ ნუ ვინც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ეხლა ოსკარიც იმან აიღო რა ფაქტიურად. ხო, ნუ ეგ არის ეხლა, ხო, ეგ არის. ეხლა გარდა იმისა, რომ ეს ჩიგური რაღაცა ძალიან უცნაური ტიპი და პრიჩოსკა და სახეთი და მკვლელი კი ბატონო, მაგრამ ამასთან ერთად თან დამატებით ქონდა ეს რატო ქონდა ეს გაზის ბალონით რომ პნევმატურად ყლავდა? მიფიქრია და ვერანახსნა. არა, ხო, ნუ არა, რა კარგი მოფიქრებულია, რომ უფრო სინისტერ არის, რაც უფრო საზიზღრობა არის, ხო, რასაც ეს ადამიანებს ხოცავს როგორც ძროხებს ფაქტიურად რა. მერე ეს ვინჩესტერი რო აქვს ვეებერთელა გლუშიწელით, მაგალითად, ეგეც საკმაოდ ეფექტური არის. ეხლა შვარცენეგერმა კომანდოში რა იარაღი არ გამოიყენა, მაგრამ გლუშიწელიანი ვინჩესტერი ეგეთი რაღაცა ხო არ ყოფილა. ძალიან შთამბეჭდავი იარაღი, აი ეს ეფექტს ახდენს ძალიან ეს მაყურებელს, ჩემზე მოახდინა. ეხლა საინტერესო არის რომ ორ ფილმზე ვილაპარაკებთ დღეს. მეორე ფილმი არის No Country for There Will Be Blood. და ეს ორივე ფილმი დასრულდა, გამოვიდა და წარედგინა ოსკარზე 2007 წელს. ორივე გადაღებული არის ტეხასში. დაახლოებით ერთი და იგივე პერიოდში და ოსკარები გადანაწილდა ისე რომ საუკეთესო ფილმი აიღო ამ ბარდემის ფილმმა, კოენების ფილმმა No Country for Old Men და დამაინტერესა ChatGPT-ს შევეკითხე რატო ეს და არა ის მეთქი და აქ უფრო ისეთი სიუჟეტი არის, რომ უფრო ცოცხლად მიყვებიო, უფრო თრილერის ელემენტები აქვსო. ეხლა ის მეორე There Will Be Blood 2 საათნახევრიანი ფილმი არის და ერთ ადამიანზეა თავიდან ბოლომდე და ეს გაცილებით უფრო დინამიური ფილმი არის და შესაბამისად, ნუ როგორც box office-ისთვისო, ეხლა კინემატოგრაფიულად masterpiece არის ერთის და მეორეც სხვადასხვანაირად, მაგრამ მასისთვის და ხალხისთვის და ისე სანახავად მისაღებად No Country for Old Men უფრო მარტივი და იოლი აღსაქმელი იყო და შესაბამისად გაიმარჯვა, მაგრამ ოსკარში ესე იგი მამაკაცის მთავარი როლისთვის აიღო There Will Be Blood-მა, Daniel Day-Lewis-მა გაიმარჯვა, დამხმარე მამაკაცის როლში აიღო No Country for Old Men-ში Javier Bardem-მა. ძალიან ემოციური გამოსვლა ჰქონდა ოსკარზე, არ ვიცი ნახეთ თუ არა, დედამისთან ერთად იყო მისული. ხო და ჯერ ინგლისურად თქვა მადლობა როგორც იძახიან ამას იმას მეკოენებს და ყველას ვინც ჩამომიყვანაო და მე ეხლა ბოდიშვიო ის აფოთ ლაპარაკობო აფოთ ვიტყვი ამასაც ესპანურად გადაერთო და ესო ეძღვნება ესპანეთო ესპანია ეს იძახა ხო და ნუ მაგარი ის იყო რა ეხლა უცხოელი მსახიობისთვის ეგეთ ნუ მამაკაცის მეორადი როლში მაგრამ რა მნიშვნელობა ოსკარი აიღო. This is pretty amazing. It's a great honor for me to have this. I have to speak fast here, man. Thank you to the Coens for being crazy enough to think that I could do that and put one of the most horrible haircuts on history over my head.
Thank you for really improving my work. I want to share this with the cast, with the great Tommy Lee Jones, with the great Josh Brolin, with the great Kelly MacDonald. And I want to dedicate this to my mother. I have to say this in Spanish. I'm sorry. Mamá, esto es para ti, esto es para tus abuelos, para tus padres, Rafael y Matilde. Esto es por los cómicos de España que han traído como tú la dignidad y el orgullo a nuestro oficio. Esto es para España y esto es para todos vosotros. Thank you very much. The 80th Annual Academy Award. და კინემატოგრაფიისთვის ოსკარი აიღო There Will Be Blood-ის Cinematography. კამერამენ ხო. ოპერატორმა. ოპერატორმა. დანარჩენი არ ვიცი. ნუ მოკლედ ესე რა კარგი სანახავი არის, მშვენიერი კინო არის, რა თქმა უნდა. თავის თავი ყველა ელემენტი არის ამ კინოში ჩადებული. ნუ ყველაფერი. სექსის გარდა ყველაფერი არის ჩადებული ერთი სიტყვით. Quisiste volar sin alas, quisiste tocar el cielo, quisiste en mucha riqueza,